და სხვა გაიგე? რა. შემდეგ 24 საათს მე და ქიმერა გავატარებთ მიწის ქვეშ, საკმაოდ სერიოზულ ყინვაში. და ზუსტად მიწის ქვეშა ქოხში შევხვდებით ზამთრის პირველ დღეს. ჩაუჯექით. ბრუნდით ერთად, ამჯერად უნდა გადავიღოთ 24 საათი მიწის ქვეშა თავშესაფარში. ეს თავშესაფარი ვიპოვეთ უარსდები ზაფხულში. აი ჩვენს წინ არის, მაგას მე გაჩვენებთ, კიდევ ვინცაც ეგ ვიდეო არ გაქვთ ნანახი, ერთხელ დავრჩი მარტო. მოკლედ, დღეს აქ დავრჩებით, უკვე საკმაოდ ცივა კიდეც. მანქანა ჩვენგან სადღაც 1 საათის გზაზე, ამიტომ ღამე რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გავჩერდეთ ხოლოდ შიგნით. ახლა გადავიდეთ შიგნით თავშესაფარზე. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩაუჯექით, მაგარი ვიდეო გელოდებათ. არხის გამოწერა არ დაგავიწდეთ და მოკლედ დატკბით. მეგობრებო, თუ გახსოვთ ჩემი წინა ვიდეო, სულ დახურული იყო რა, საერთოდ არ მქონდა ეს გეგმაში, რომ ასე დაგხვდებოდა. და თქვენ მე და ქიმერა მივართ, ჩავძვრებით, კარგად დავიძინებთ, მაგრამ დანგრეული არის, აი აშკარაა რომ ვიღაცამ ხელით გააფუჭა, იმიტომ რომ ქვემოთ რკინებიც ქონდა მახსოვს მაშინ ამ თავშესაფარს. ნახეთ რა დღეშია, დანგრეული არის, კარებიც მომსპარია, კარების თავზე აქ დახურული იყო, სულ მიწა ეყარა, ყველაფერი შიგნია ჩაყრილი. აქ ვიღაცას წყლის ბოთლიც დაუტოვებია სავსე. აი ვიღაცამ გააფუჭა რა, უეჭველი გააფუჭა თან. ეს თავისით არ გაფუჭდებოდა. კაი ხნის წინ ნახე, სანამ ვიდეოს გადავიღებდი. და იდეალურ მდგომარეობაში იყო მაშინ. ნახეთ ახლა რას გავა. ესენიც ხო ჩავარნილია. და აი აქ ხეები იდო. ხე კიდე თავისით არ ჩავარდებოდა. ამიტომ დღეს მოგვიწევს რომ ეს შევაკეთოთ. და დასაძინებლად ვარგისი გავხადოთ. აბა რას ფიქრობ ქიმე? კი ბატონო. ცოტა რაღაცები გვაქვს გამოსასწორებელი, მაგრამ ეგ არაფერი რა. კაცი ყველაფერს იზავს. ღამე თბილად დაიძინოს, ასე რომ ეგ არაფერი მოგვართ. აქ კიდე ბევრი რამე გვაქვს წამოღებული საკმაოდ. ქიმერა ეს ახლა ამ კარებს რამდენად დაფარავს არ ვიცი, ამიტომ აი ასე შევტენი რა. და შიგნით რაც შეეხება, მე ჩავძვრებით და ხელით რასაც მოვაგროვებთ, ნაგავს გვერდითვე გადავყრით და ეგ იქნება. შვენიერი ნადავლი და ქიმერა საშოვარზე იყო დასული. აი კარების შევსება გვინდა რა. დახურული რო იყოს. და აი წიწვის ბოლოებისა, ტოტის ბოლოები რაცა, მაგეებით ვავსებთ. თან ეგ დარჩება და დარჩება. დიდი ხანი რჩება. მეორე მიწის ქვეშა თავშესაფარის მაქვს ნაპოლი სუამით არის დაფარული მიწის გარეშე. ისევ ისი გაკეთებულიც არის ეს მიწის ქვეშა თავშესაფარი. წინა ვიდეოზე გამომეხმაურა კიდეს კომენტარებში. ამიტომ მოკითხვა ყველა ამის გამკეთებელს. ბევრი ნაშრომი აქვს რა. და ცუდია ახლა რომ მოვედი და ეს გაფუჭებული დამხვდა. წინაზე რო ვიყავი ვიფიქრე რომ მე ცოტა შევაკეთებ მეთქი თუ რამე გაფუჭებული დამხვდება თქო და აგერ ამიხდა ჩალეწილი იყო. აი ხა შემთხვევით რო აქ ვიღაცას გავეულო შანსი არაა, რა აშკარაა რომ ძალით არის გაფუჭებული, იმიტომ რომ მარტივად მაინც ახლა ძალიან დაბნეული უნდა გარბოდე რომ ეს რო ვერ დაინახო. ხო ეთყობა მაინც ქიმერო რომ რაღაც არის გაკეთებული. შეიძლება რაღაც ფეხი ჩაგეყოს რა რაღაც. ხო, მაგრამ ეს ნამეტანია. დახეული არის რა ნაპრალებში. კი. მოკლედ ეგ არაფერია შევაკეთებ და ქვემოთაც მოვასუფთავეთ რომ ჩვენს გარდა სხვაც რომ მოვიდეს ოდესმე ჩვეულებრივად შეეძლოს ჩასვლა და დაძინება. იმე რო გწოდნოდა რომ ასე დღეში იყო ნიჩავს მაინც წამოვიღებდი. აბა. დასარჩენად მზად არის ჩვენი თავშესაფარი, სიცარიელები ამოვავსეთ. თვითონ პარკები რაც იყო ნაგლეჯები, ეგეც გადავაკარით, წიწვები, ტოტები რაც იყო ჩაყრილი, მიწისა ესე ნაგლეჯები და ამოვავსეთ. ერთადერთი რასაც ვერ ვაკეთებთ კარებია, იმიტომ რომ კარები არის მოძრავი მექანიზმი, ასე რომ ვთქვათ და თოკი რომ ქონოდა წამოღებული, საერთოდ არ იყო ეს გეგმაში დღეს. თოკი რომ ქონოდა წამოღებული, ახალ კარებს გავაკეთებდით საერთოდ, მაგრამ თოკი არ გვაქვს, ამიტომ
კარებს ღამე, როდესაც ჩავავთ უკვე დასაძინებლად, ზემოდან ცალკე გველაგება წიწვები, რომ ეგენი დავაყაროთ და შეივსოს რა. შიგნითაც ხელით სულ გადავყარეთ გვერდისა ბუნკერშივე. ყველაფერი და ეგ არის, მეგობრებო, მეტი არაფერი არ უნდა ამას. მერე შეშლას მოვიმარაგებთ, საჭმეს გავაკეთებთ, თან უკვე ქარიც წამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცივი ღამე იქნება, შეიძლება ღამე მინუსიც იყოს. ამიტომ მეგობრებო, ჩაუჯექით წესით კარგი თბილი ღამე გველოდება, იმიტომ რომ შიგნით სულ სხვა ტემპერატურა არის. დიდარი ბავშვები ვარიან როჭამენ და სხვა პატარა ისინი ღარიბ ბავშვები უყურებთ. ყვება რო არ ჩამივარდეს ხოლმე, ყვებები უფრო სწორად. თუ რაღაც ისეთ ვიდეოს არ ვიღებ საკვების garaში და რამე, ყოველთვის დამოგვ ჩანთით კონტეინერით გამზადებული რა. აქ არის ქათმის ხორცი, ყველი, კედრი და პომიდორი. შეგერგოსმა. და ისე მეგობრებო, ვიდეოებს ცოტა იშვიათობდებ. ვარჯიში გადმოწია წინა პლანზე. და მაპატიეთ. დეკემბრი და ვეცდები ცოტა მოუხშირო, როგორც ვაკეთებდი ხოლმე 4 შაბათს და შაბათს. მე და ქიმია დღეს მაგარ გემრიელობას გავაკეთებთ. ქიმე, რას ფიქრობ, ღამე შეგწვივდება შიგნი? ახლა რო ჩავედი შიგნით, საერთოდ ნიავია აკრია. ო, ქარიც რო არ იგზნობა. წეს თბილად უნდა ვიყოთ. ქიმირას დღეს არც აძილე ტომარა მოხონდა, არც ძირსაგები. კიდე კაი სახში ვკითხე. მე ველოდი ძმაო შიგნით დივანი რო ექნებოდა გაშლილი და რაღაც. ქიმე, აი ეს მიაგდე. გამოგვადგება. და ამას მოვიტან. ფიჭვის ფისი მინდა ახლა. მარტივად და ალებადია. თეთრით ანთებაში დაგვეხმარებოდა, აი აქ. დაზიანებულია ხე და ეგ არის რომ აღადგინოს. აღდგდება, იფშხნება უფრო სწორად. ესა წავა. სადმე მინდა აი გადმოღვენთილი რო აქვს ხოლმე ეგეთი. დაუჭირო. არ დავკარგო. ეს საკმარისი იქნება რომ კარგად აალდეს. მეგობრებო, ჩემი სიყვარული დავინახე. აი არ ვიცი, ზუსტად ვიდეოს ცენტრში თუ ხედავთ, მაგრამ აი ნახეთ. თითის თავზე ყინვარწვერი ის შეაგახვეული. ძალიან მომენატრა, აი თითქმის ყოველ დღე მახსენდება და მინატრება მანდ ასვლა და ყოფნა რა. რაღაცნაირი ჩათრევას ცოდნია, მართლა ძალიან მომენატრა. ვერ აგიხსენებთ ეგრე მე ადგილი არასდროს მონატრებია.
და წინასწარ არ მინდა თქვა, მაგრამ შეიძლება დავუბრუნდე. არა ფეხის დღის მერე გონი ტყეში არც უნდა წავიდე. ეს ხმედი ეკლიანი ბალახი კარგად აალდება და აქაც ეს შეგროვილი ფისი. აქ კიდე კვარიანი ტოტი. ნუ ისე წავთვლი ამას. ცოტა ბურბუშელოს გავაკეთე და უფრო კარგად აალდება. ბურბუშელები ახლა ეგრევე აგიზგის და კვარიანი ბურბუშელები. სანამ ის ხოხი გავასუფთავეთ, ხელახლა ავაწყეთ ისა ესა. ამასობაში გაგვივიდა დროც და თითქმის საღამო მოვიდა. სადღაც 2 საათში დაღამდება ქიმე. დავანთეთ ცეცხლი, შეშა მოვიმარაგეთ, მაგრამ კიდე უნდა დავამატოთ რა. მაინც დაძინებამდე რომ გქონდეს. საჭმელს რომ მოვამზადოთ. დაგვიღამდა დღეს უცებ გაიქცა დრო. თორე ბევრ რაღაცას მოპირებდით უფრო. ქიმერა დაჭრის ქათმის ფილეს. მაგას შამფურზე შევწოთ. ბებოსლავაში გვაქვს წამოღებული რამე ბოსტნეული. ეგ არის რა. ვრაპივით ან შაურმასავით რამეს გავაკეთებთ. საღამოს კვებაზე გაასწორებს. ქიმერ ტაისონს კანკალი დაეწყო ფილეზე. მერე გაასინჯე. გეშინია ქიმერ არ მოგაჭამს ხელს, გიცნობს. აქვე მაქვს აჯიკაიას სვანური მარილი. გადმოატრიალეთ ქიმერ მეერეს მოვაყარო და გამახსენე. ქიმე როგორებად გინდა დავჭრა? ეგრე და მე შუაში გაჭერი თუ გინდა. მითხარ როდის გავჩერდით რა. აი აბა როგორ უნდა გადავკეთო? ესე აიგრე, მერე მეორე მხარეც და მერე ზემიდან დაიწყე ამ გონება. აუ ამ პურში ესაა ცუდი რა. ის ჯობია, ხო იცი რა ზეცვა.
გილდება. აი მეგრა. კიმერა, ჰა. გაიხარე. ეს პამპეს უცხლის ხოლმე ბიჭური მე გამა. გონი მე მომიჭოს ხეში დაჭერა და ისე ჭამა. გაიწრილად უნდა გააკეთო რა. რა. წრილ სიგრძეზე რო გააკეთებ, მე აღარ დაიშლება. არა ბიჭო, ეს პური მაინც იშლება ადრე. არ მახსოვს მე და შენ ვიყავით თუ სხვასთან ერთად ვიყავი. ის არ იყო და ამით გავაკეთეთ რაღაც და ეგრევე დაიშალა. მე და შენ ვიყავით. ხო? ხო. გრეჯილის ჭამა როგორია. მეგობრებო, თვითონ ლავაში არ ვარ გოდა თორე. თან ქიმერასი ორ ლავაში გავახვია და მაინც გაიხა. სულ ლავაშის კი მოაქვს. გემრიელი თუ კი არის? კი, კაი ლავაშია. მარტო ლავაში ჩამჯე. მე აქ ჩავედი უკვე და მაგიდა. ეს ლავაში აღარ უნდა ვიყიდოთ აწი რა. დაიმახსოვრე. ხორცი გაია. ცეცხლი ჩაგვიქრა. კი გვიწევს უკვე ჭამის მერე ჩასვლა რა. ცოტა ხანი ვიждდებით რამეზე ვილაპარაკებ და თუ გავაცოცხლეთ ცეცხლი გარი ხალხს მოუყევი ის ქვემოთ რო შეგხვდა კაცი? დასაწყისში არ უთხარით? გონი რა. ულტული? მე არ მახსოვს. მეც ხარი შევხვდა რომ ამომდიოდით მანქანა რო დავტოვეთ. ერთი 200 მეტრში. მანქანიდან და მოხუცი კაცი იყო. აისონი ხერში ავიყვანეთ თორე მეცხვარე ძაღლებზე იწევდა. ხო და? იარაზე ვკითხა თუ გავთო, იმიტომ რომ ზემოთ გლები არიანო. გამოიწოქე. ორი. თორე გვიფარება. იარაზე უთხარით რომ გვაქვს, გვაჩვენეთ კიდეც. ახლა ზღვის დონიდან 1600 თუ 1700-ია. და რამთაცაა ეს იმის თავში იმყოფებით, იმიტომ არა ნაკლები დღე. ქვემოთ ძალიან ხშირი დღე არის. წავედით მეგობრებო შეშაზე. დამატებითი გვინდა. ნუ დღეში შევაჭრეთ. ისტორი ხმელები რომ ნახოთ რა. ეგ იქნება კაი. სველია ქვემოთ ბალახი ციცივისგან. ოკეც უმაყულებია. კიმერ, მაყულებია და ძირს იყურე რომ არ დაიკაწრო. აქ ნაგავი როგორც ყოველთვის სადღაც ქარის გამოტანილი რაღაც ნაგლეჯია, სავარაუდოდ ქოხთან იყო ეს. მაყვალი? რა შეგერჭო? ფიხსაც მასში შეგერჭო? მოხდი კიდე ჯანდაბას, მეგონა ფეხი ძირზე შეგერჭო. რა. ეგე ჩაი პრაისინგი მე. აი სულ აი შენელა მაყულებია.
ასახით მიყურებ შეხედეთ. დღისით ხო თავის თავს ეთამაშა. მთელი დღე თამაშობს დილიდან რაც მოვედით და ახლა აგერ ქვა დამიგდო და შენ გადამიგდეო. მოდი დაისონ უღოთ შურს არა. აქვე იყო. კაია, ბილა. ეს მოწმენდილიცა არის, უბრალოდ ქარიქრის რა. რამე მოუმატა ქარმა და მაგიტო ტემპერატურაც უფრო დაეცა. ნახე რამე ხო, არა. სანამ ცეცხლი გვექნება, ვიქნებით რა გარეთ და მე უკვე ეს რო დაიწყებს დაწვას, ჩანთებს ცეცხლისგან ცოტა მოშორებით გადავიტანთ, მაინც ნაპეტკარი რო არ მოხდეს ან რამე და ჩვენ ჩავალთ ჩვენი საჭირო ნივთებით. ძირსაგები, საძილე ტომარა, მეტი ისეთი არაფერი გვინდა. იარაღსაც შიგნით ჩავიტანთ, გვექნება. დროა ფეხები შეუბრაწოთ. აი მეგობრებო, ქიმიერა გადის კაცების რიტუალს. კაცების რიტუალს ვეძახით აი ამას რა, სიცივეში რო ხარ, კოცონთან რო დაჯდები და ფეხებს მიუშვერ. ხო ხარ სხვა კაცი? დაკაცდი ქიმიერ? აქედან ნამდვილი კაცი წავალ. კი. მეგობრებო, მე და ქიმერამ ასეთი რაღაც მოვიფიქრეთ რა. ეს ვიდეო თუ ავა 5000 მოწონებაზე, უფრო მუღამში რო შევიდეთ. მიწისქვეშა ქოხში წამოვიყვანთ ლუკას. და დავტოვებთ. ლუკას უკვე დაურეკეთ კიდეც უთხარით და არ არის პრობლემაო და 10000-ზე თუ ავა, აქ უკვე წამოვალ ზამთარში. პირადად მეც და ქიმერასაც ძალიან მაგარი მუღამი გვაქვს, რომ აი წარმოედგინეთ თოვლში, აქთან დიდი თოვლი იცის. მთლიანი თავში საფარი რო თოვლით იქნება გადაფარული, რა ესე მუხლებამდე თოვლით მეტით და ჩვენ რო შიგნივ იქნებით. საკმაოდ საინტერესოც გამოვა და მაგარიც. უბრალოდ მანამდე 5000 მოწონებას თუ ავა და ლუკას ერთად წამოვალთ, კარები უნდა გავაკეთოთ ქიმერთორე, აქ რომ მოთოვოს, ჩათვალე შიგნი სულ ამოივსება და დასარჩენადაც აღარ ივარგებს. ამიტომ მეგობრებო, იაქტიურეთ. ჯერ მომეცი პარალონები. ძირსაგებები. მეორე. ხუი მე იარაღის ჩატანა არ დამავიწყდეს. ამოვალ მე არაფერი დამჭეს. ეგარი. დაფა იყოს ხო? ხო, დაფა იყოს. და იარაღს შევმოვიდან და ეგარი. Tyson. ეგ თავის ქვეშ ამოიდე გიშე. კიდე გაგეზრდება ბარიშის ზონა. ეგარი. იმერეს იქნება მყუდრო ძილი, მე ასე მგონია.
მუთფილმებში რო არიან ხოლმე თაგვები და რაღაცები, ხო იცი? რაღაც პატარა იმას შეყუჟული. ეგრევე ჩდებით ახლა მე და შენ. აქ ვიცხოვრობ ის მო. აი მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი საძინებელი, ესეც გაბერე ქიმე ბალიში. ეგაი. შვენივრად მოვეწყეთ მეგობრებო. შიგნი არ წევართ რა და ძალიან თბილა. რა სიტყვი ქიმი? ცოტა სკვაზნოი მიბერავს აქედან, მაგრამ საბოლოო ჯამში კაია და კი, მართლა კარგია. წარმოიდგინე. დაზიანებულია და რა კარგია და ეს კარგი თავიდან რა კარგი იყო, იცი? მაშინ საერთოდ არაფერი იგრძნობოდა. მაგარია რა. ნახეთ რა მაგარი არის. საერთოდ არცივა რა. ზემოდან წევართ პირდაპირ. დაჟე ერთ რამეს ვნან უფრო ეს არა მოვავსი აქ. თავის დროზე ეხა ეგ ხო. არა. ამას კაი დრო უნდა მეტი რომ ჯოხები რამე ჩაალაგოს სწორად. ესე სიგრძეზე. კაი ხეები აიგეთი მოჭრილი რა. და ეგ არის ამოვსებულია ჩათვალე. რეალურად იმისთვის გააკეთეს რომ კომუნიკაცია ქონოდა. სავარაუდოდ ხო გასასვლელი ქონდა თავ. მაგარი არის. ზემოთ რა. ფეხებზე შევცვიდა და იმე რა შედგანათება მოგწონს? როგორია? ოპა. საოცრება. აუ მე მეგობრებო ჩავგორდი და ძალიან თბილად ვარ და სერიოზულად რავი ალბათ 1-15 წუთში თუ ლაპარაკი შევწყვიტე დამეძინება. მართლა ძალიან ისე ვარ და მე ზემოთ და ქურთულს გავიხდი. შეიძლება არც გავიხადო და ესე ვიწვე რა ზემოთ შეკრული არც მაქვს უღია მაქვს ფეხებამდე. ეხლა მე ლიჩმი ფეხები ჩავყო, იმიტომ რომ ფეხებზე მცივო ერთადერთი. აი. მე ესე ბალიში ავიდე, გაისტორე ის ზემოთ მხარე. შვენი. ოკაი არის. ძა. ეხლა ნახე ჩათბე შენ სხეული და მე ნახე რა კაია. ძა კაია. ისე ვიყავი დამოკიდებული რომ ყოველ დღე აჯიმანები მაინც რო არ გამეკეთებინა და არ შემეძლო. ხო, მიჩვევა იცის. მაგრამ 3 თვეზე მეტი ტრენაჟერებზე არასდროს გამიქაჩავს. რა? ზედიზედ რა. თუ შევდიოდი 3 თვე ვარჯიშობდი, გამოდიოდი, მე 1 თვე შევიდოდი, გამოდიოდი. ეს ჩაგდებები მქონდა სულ. ეგ ცუდია. თორე მაგარი შედეგები მქონდა ხოლმე. ეხა ისეო რა, ყველას წინ დავაყენე, მაგის გარეშე მონი აღარ შემიძლია. ისე ბადრე ვარჯიშზე რამე რჩევები გააქვს. რა? ვარჯიშზე რამე რჩევები გააქვს ხალხისთვის. რა მხრივ? რამე რჩევას მისცემდი ვინც ვარჯიშობს. ვინც აპირებს არა მე? ახალი დაწყებული აქვს. ბიჭო, მეც მანამდე აი ადრე ვიძახი. ეხა დარბაზში ადრე არ დავდიოდი ხოლმე, უფრო ქუჩური ვარჯიშები რაცა რა, ვორკაუთი და რაღაცეები, ორძელი ტურნიკი და ეგეთები. ან სახლის ვარჯიშები, რეზინი და რაღაც, დაჟე აივანზეც მაქვს მოწყობილი სავარჯიშო კუთხე რა, ტურნიკი და რამე. ეგეთებს ადრეც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა რა, მაგრამ მეც ეგრე ვიყავი, ხა შენ ხო თქვი დარბაზზე, მეც ადრე რა შეიძლება დამეწყო, მაგრამ მე ვარჯიშა. მე მიმენებები ნახავ თავი და წელს რო დავიწყე, აი გაზაფხულის ბოლოსკენ დავიწყე უფრო სერიოზულად. არა, უფრო სერიოზულად რო თქო, ზაფხულში დავიწყე რა. იმის ვერ არ გავჩერებულო. თავარი ეგაა რომ ადამიანი არ შეჩერდეს რა. მაგრამ ეგრე დაიწყო შეჩერდი აზრი არ აქვს. მე ეგრე ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება სისტემატურად მიყვე რა. სულ რო დაუბერდი, სანამ შემეძლებ უნდა ვივარჯიშო. რა კაია. კუნთიანი პაპა უნდა ვიყო რა დაუბერდები. შენ რო ვარჯიში დაიწყე, მაგარი გამკვდა და მაგარი შედეგიც მაქვს რა. არა კი ბიჭო. ის ინსტაგრამზე გადმოდით ვინც არ იცით ინსტაგრამი, იქ დავდე დაახლოებით 2 თვის შედეგი და ისეთია უკვე მაგარი შედეგია რა. არა ჩემი აზრით მანდ თავარი ტრენერია რა, ტრენერის დამსახურება ჩემი აზრით. აი ჩემი ტრენერი ძალიან მაგარი იმას აკეთებს და
ძალიან მაგარი შედეგი დავდა ეგრე. და სხვა გაიგე? რა. ქარისხმა. არ გესმის? და ბიჯებისას წააგავს. მარე ერთი ნაბიჯებისას. მეკობრებო რაღაცა ხმა არის გარეთ. ამას საყელოზე წავავლებ, არ გავუვარდეს ეგრევე. ის მეცხვარი ხო არ არის? არ შეიძლება. აქ რო ამოდიოდით, ეგ მეცხვარი ახლოსვე იყო და მაგრამ ამ რომე რა უნდა? თქვენ ხო არ ახარ ძია? ხმა აღარ ისმის. ორი ვარიანტი, ან დავიკიდოთ, ან ავიდეთ ოღონდ იარაღით, რა იარაღი ეგრე ფეხებში მიდე, ავიდეთ და შევამოწოთ. წამოვეჭოლით, მაგრამ მაგარ იზმენებში ვარ ესე. კაი, შევამოწოთ და თუ საერთოდ არაფერი არ იქნება, ჩამოსვლამდე გავისროლოთ დაზვავის მიზნით. იზმენებში ვარ, ეს გამიჭირდება ცი. ამოვედით და ნახოთ სავარაუდოდ საიდან მოდიოდა ხმა, როგორც მინდა ქიმერამ გავიგეთ, ჩვენი კარის ზედა მიმართულებით, აი იქით იყო რა. თითქოს სადღაც აქ დატრიალებდა რაღაცა და ცეცხლთან რა მგონია რაღაც მოსულიყო. ცოტა ისეთია. უცნაური. მაგრაციოა მეგობრებო. ქიმერ, შევიდეთ ტყეში? ხმა აღარ არის, მაგრამ მაინც ვნახოთ ფანარი გვაქვს და თუ რამეს დავინახავთ საინტერესოა. მეგობრებო, მე და ქიმირა ტყისკენ წავალთ ფანრებით და შევამოწმებთ რა არის. იარაღში რამდენიმე ტყვია მიდევს და მცველზე მაქვს დაყენებული. თუ რამე ექნება ყოველ შემთხვევაში რა მართლა გელმო რო არ შეგვჭავს სიტყვაზე. რა არ მგონია დიდად გელი მოსულიყო, არ ვიცი. ჩემი ვარაუდი ეგეთია. ქიმერ ვერ დაგელაპარაკები, ცოტა ფანარი ერთ უნდა დავიკავო ყველა ვარიანტში. აი სულ წინ არ წამოდი. თან ქიმერ ტყეში ცოტა ქარი დგება და იქნებ უკეთესად გავიდა. ვიცი რა იდეა მაქვს? ხო. ფანარის დავაყენებ ხეზე და ცოტათი შევიდეთ ტყეში. თუ არაფერი იქნება გამოვალთ რა. თანი არ არის, თან ფანარი ერთი თუთია. ვერ ვიჭერ კარგად. აი ხო, პარაზე მაღაზია გადავთვალე. მაინც არ გვინდა ხა ხმად შესვლა. თუ რამე უცნაური ხმა გაიგე, ან სიარულის ან ამის ახლოს, უბრალოდ მითხარი, ჰაერში გავისროლა. აი სომა, რაღაცას აქვს. რას ნაბიჯების ხმა იყო? ხო, უეჭვე. მოდი აქ. აი სონ გაჩერდეთ, თუ რამის საფეროზე არ მისვას. კანკალებს და ისო. აიცა. არ მესმის არაფერი. გაჩერდი. საით. უეჭველი? გესმის? ახლოს არ არის просто. გავიყინე ბიჭო ძანციო.
მოდისო თითქოს ხო? ერთი მიანათი იქ არის რა. აი სულ მოიხურები იქ. აუ აი სულ ფეხები დაიკავიან რა, იმიტომ თითქოს იქით მიიწევს. წეი არა იყავწიო. მანდიყავი? თითქოს ისმის გავისვრი აბა და მისვენი გასროლის მერე მე შეიძლება ვერ გავიგო უფრო ახლოდან. შენ დააკვირდი აბა თუ იქნება რამე ხმა. კარგი. იყო ის ყურებში. ვერც გავიგებდით. რაცა უნდა იყოს, არა მგონია. არ მგონია რომ სამოვიდეს კიდე. არც მე, მაგრამ ჩასვამდე კიდე გავისროლოთ. დაზღვევის. მეგობრებო, ჩამოვედით. აგერ ჩავწეხით ისევ. აისონიც 7-ად არის. 100-ზე რა იყო რა. შენ რას ფიქრობ? ცხოველი თუ ადამიანი? ადამიანი ხმას ამოვიღება, მაგრამ ხო, ადამიანზე ეგ არის უცნაური რა. რაღა აქ გაეძრება უცებ ვინმე. ცეცხლით დიდი ხნის ჩამქრალი გვაქვს. რავი, ცეცხლით ჩაქრობდი რომ ჩამოვედით ერთი საათნახევარი არ გავიდა? საათს არ დამიხედავს, ოდის ჩამოვედით ვარ. მაინც რა სინათლე ზემოთ არ არის, ან ვინ გამოივლიდა, ან თუ დაუძახებდით, გვიპასუხებდა. სავარაუდოდ ცხოველი იქნებოდა. აქ ტურები არ არიან საერთოდ. ერთი ეგ იცოდეთ, იმიტომ რომ მგლები არიან და ზოგადად სადაც მგელია, იმ ტერიტორიაზე ტურა შანსი არა. აი ამ მიდამოებში ერთხელ არ გამიგია მე ტურის ხმა. ერთხელაც არათა. გელი არის, როგორც მეცხვარემ თქვა, თან ცხვარის ბევრი ტრიალებს და. აი რა შეიძლება ყოფილიყო არ ვიცი, მეგობრებო, თქვენც დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ. ამ ცხოველი ხო? ამ გელი არ მგონია რავი, ეგეთი გამოშტერებული ცხოველი არა, ესე ვიღაცებს მიადგეს. მანამდე სიტყვაზე მგელი რო იყოს რამე ტერიტორიაზე, მაგრამ თავიდან რო ხმა გავიგე. მე უკვე რო სანამ ავედით ჩავუწვით და რაღაცა კაი შორიდან იყო ხმა. ხო, ეს კარად წავიდა. სანამ გავისროლით. ათიცას ომო გელი რო იყოს, სანამ რომ მოხვარ, გზაშიც და გაკვირდება რა. ანამდე აქ რო ვიყავით, მაგ დროსაც გაკვირდებოდა, არ მგონია ამ დაკვირვების მერე ესე მოვიდეს უბრალოდ. შეიძლება ის თემაა, რომ ძალიან მშიერი ცხოველი რო იყოს, აი, სადაც ცეცხლი გვენთო რა, იმ ტერიტორიაზე მივიდეს, დასუნოს ან საჭმლის სუნი ხო რჩება მაინც ხორცი რამე რომე და ან არჩენები თუ ყრია რაღაცა აიღოს, მაგრამ ეს ხმა უფრო ახლოდან იყო, ცეცხლი თლად ახლოს არ გვინთია რა. ახლოს კი გვენთო, მაგრამ ისი ახლოსაც არა, რომ ამ ქარში და ამ სიღრმეში ასე კარგად გაგეგო ხმა. რავი, რას გაიგებ. ცოტა ხანიც ვილაპარაკებთ, ისა ესე კარგა მოვითენთებით მეგობრებო და ეგრევე დავიძინებთ. აბა დილამდე. მეგობრებო, 12 საათია დაწყებული და გავიგეთ მანქანის ხმა რა. ახლა შანსი არა კამერაში ეგ არ იქნება. მაგრამ იცით როგორი ხმა არის, აი აღმარცეროადის მანქანა და ძრავი რო იტვირთება. აქეთ მანქანა საერთოდ სადამოდის ეგეც არ ვიცი. მანქანის გზა არ არის. მაგრამ ხმა არის. ქარში ცოტა რთული გასაგებია, მეც აღარ მესმის უკვე კარგად. თითოს აღარ არის. ხო. ჩასვლის ხმა რო ყოფილიყო, ვიფიქრებდი, მართლა ვიღაცა ადამიანი იყო თქო და წავიდა თქო, მაგრამ ეს ამოსვლის ხმა იყო. მაინც ყურადღებით ვიქნებით რა იცი რა ხდება. ეხა ისედაც გასვლას ვაპირებ, იმიტომ რომ უნება გვეძახის. უნება მეძახის და
შევათვარი რა მგონია რა. მანამდე უფრო ახლოს ისვენდა ხმა ისე, ეხლა საერთოდ გაქრა. ნახოთ მეგობრებო, ისე ჩაგერთეთ მაინც. მეგობრებო, გათენდა 8 საათი არის, ამოვედით. ძალიან მაგარი სიცივეა რა, -2 მაინც უნდა იყოს, -3. იმიტომ რომ გარშემო ბალახი სულ გაყინული არის. იმიტომ რომ მაინც ქარი ხო იცით ტემპერატურას უფრო აგდებს. შიგნით პირად მეძინა რა საძილე ტომარაში, მაგრამ აი საძილე ტომრის გარეთ რო ქონოდა თავიან ხელი ამოგეწიანავე, უკვე მაგრა ყინავდა რა. ქიმე შენ რა სიტყვი? გეფცები აი ხელი რომ მაღლა ზემოთ დაგდოვები და მოგეყინებოდა. აი ბალახიც მოყინული აქ თოვლი გეგონება. დაუბრუნდით მეგობრებო, მანქანაში ჩავჭექით, სადღაც 40 წუთია მანქანით მოდივართ უკვე. რასაზე ვართ რა? დაგემშვიდობებით აქედან. აუ, მაგრაციო და ქვემოთაც რო ჩამოვედით, სულ გაყინული იყო მიწა, რა სადაც მზე არ უდგება. საშინელი სიცივე. მაგრამ კარგი იყო მაინც მიწისქვეშა ძილი, განსხვავებული არის. აი თავშესაფარი ბოლომდე რო ყოფილი იყო გაკეთებული, კარებით და ის გვერდით ამ მხარეთ. მერე შანსი არაა, ბევრად თბილად იქნები. კამფეტი იქნება. თავიდან რო შევწექით მეგონა რომ ძალიან თბილად დაგვეცინებოდა, მაგრამ ტემპერატურა მერე მაგრა დაეცა. -3 მაინც იქნებოდა ღამე ჩემი ვარაუდით, იმიტომ რომ როდის ჩვენ მანქანასთან ჩამოვედით, ამ მანქანა ქვემოთ ეყენა. მანქანაში მიჩვენა 0 გრადუსი და იქ შანსი არა, ღამით -3 იქნებოდა გამთენიეს რა. მოკლედ მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, იმ ხმასთან დაკავშირებით დაწერეთ, რას ფიქრობთ, რა იქნებოდა. რავი, არხის გამოწერა არ დაგაუჭდეთ, ვისაც სურვილი გაქვთ. შეგახსენეთ 5000 გამომისა მოწონებაზე უკას მოვიყვან და 10000-ზე უკვე თოვლში მოვართ. თოვლში ბევრად განსხვავებული იქნება ჩემი აზრით აქ დარჩენა რა, თან დიდი თოვლი იცის. აი მეგობრებო, აბა მაგრად თქვენ უყურებთ ბიბიერო არის. კარგად.